Firenze, culla dell'arte europea, accoglie questa sera una delle espressioni più potenti della cultura georgiana, uno degli spettacoli più iconici della tradizione, il balletto nazionale Sukhishvili. Il Sukhishvili, che nei suoi 80 anni di storia ha conquistato i palcoscenici più importanti del mondo, come la Scala e la Carnegie Hall, porta in scena un patrimonio artistico unico, riconosciuto anche come patrimonio culturale immateriale dell'UNESCO. Noi siamo qui per raccontarvi da vicino questa serata speciale tra emozioni, identità e cultura. პირველად არა ვართ ფლორენციაში, იტალიაში ბევრჯერ ვართ ნამყოფი, ანსამბლი 80 წელზე მეც ითვლის თავის არსებობის და ამ წლების მანძილზე არაერთხელ ჩამოვსულ ვართ. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ აი ბოლო წლებში, როცა იმატა ძალიან ჩვენი ემიგრანტების რაოდენობამ, არა მარტო იტალიაში, მთელ მსოფლიოში აი საოცარი გრძნობა გვაქვს, როცა გამოვდივართ სცენაზე და ვხედავთ დარბაზში ჩვენ თანამემამულეებს, ზოგი დროშას შლის, ზოგი მადლობას ყვირის დარბაზიდან. ეს არის ჩვენთვის ისეთი სიხარული, თან პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, ჩვენ ჩაგმოგვაქვს ნაწილი პატარა ჩვენი ქვეყნისა, იმ მონატრებული ხალხისთვის, ვინც უკვე წლებია ცხოვრობს უცხო ქვეყნებში და ეს იმხელა სიხარულია მათთვის და ისეთ სიყვარულს გრძნობთ მათგან. როგორც ემიგრანტი ჟურნალისტი, ეს ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შოუ ან სპექტაკლი. კულტურული დიპლომატია ამ სიტყვის საუკეთესო გამოვლინებაა სუხიშვილები. არაერთ ელჩს ჩვენს საქართველოს წარმომადგენელს სხვადასხვა ქვეყნებში უთქვამთ ჩვენთვის ესეთი რამ, რომ ის რაც 3-4 წელი ვცდილობ გავაკეთო, ერთ საღამოში ახერხებთ თქვენ და თქვენ ხართ საქართველოს არაოფიციალური ელჩები. ეს ისეთი პასუხისგებლობაა და თან ეს ისეთი პატივია ჩვენთვის, რომ წარმოვადგენთ ჩვენ პატარა ქვეყანას, ჩამოგვაქვს, ვაცნობთ ხალხს, სიხარული ჩამოგვაქვს თანამემამულებისთვის და თან ძირითად დარბაზს მაინც იმ ქვეყნის მაყურებელი ავსებს, რომელ ქვეყანაშიც გამოვდივართ და ისინი თუ არ გაუგიათ არაფერი საქართველოზე, კონცერტის მერე აი გამოდის დარბაზიდან და ზუსტად იცის რა ქვეყანა არის საქართველო, როგორი ხალხი ცხოვრობს, როგორი მდიდარი კულტურა და ტრადიციები აქვს და ამიტომ ეს არის პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის, არის პოპულარიზაცია ჩვენი ხელოვნების, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ჩვენი იდენტობის შენარჩუნების. საერთაშორისო სცენაზე, მაგალითად, როგორც ფლორენცია, თუნდაც პროგრამულად, რა იცვლება და რა სტოვებთ უცვლელს? ჩვენ სხვადასხვა პროგრამები გაგვაჩნია რეპერტუარში, მაგრამ ყოველთვის ვაწყობთ პროგრამას გასტროლების წინ ვცვლით ხშირად, მაგრამ არის რაღაც უცვლელი ცეკვები, რომელიც ალბათ 4-5 ცეკვა, რომელიც არასდროს არ იცვლება, ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, აი შემიძლია ჩამოვთვალო კიდევაც, ეს არის ცეკვა ხორუმი, ცეკვა სამაია, ცეკვა ქართული, ცეკვა სიმდი, ну აი 4-5 ცეკვა ხანჯლური, რომელიც არასდროს არ იცვლება. და ბოლოს ერთი სიტყვით რომ დაახასიათოთ სუხიშვილების სული, რომელ სიტყვას შეარჩევდით? ну ალბათ ეს არის თავდადება და პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული და საქმესადმი თავდადება და თავგანწირვა, რომ აი ცხოვრებას უძღვნი გაქვს მისია, რომელიც უნდა შეასრულო და შეასრულო ღირსებით. მოსული ქართველები განსაკუთრებულები არიან და ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ. მონატრებულები არიან საქართველოს ძალიან დიდ სიტყვას და სიყვარულს გრძნობთ მათგან. ნებისმიერი მაყურებელი, ნებისმიერი ქალაქი სხვადასხვანაირია, დამოუკიდებელია. გააჩნია რომელ ქვეყანაში ვიმყოფებით, მსოფლიოს რომელ კონტინენტზე და სხვადასხვანაირი ემოციები ახლავს ჩვენს კონცერტს. მაყურებელი განსხვავდება ძალიან ერთმანეთისგან. მაგრამ რაღაცნაირად ვისწავლეთ, წინასწარ ვიცით რომელ ქვეყანაში ჩავდივართ და როგორ უნდა ვიმუშაოთ.
თავისებური სპეციფიკაა ჩამოყალიბებული. მაგალითად იტალია? პირველად რო ვიცოდი სვათიშვილის იტალიაში, ესეთი რამე დამიმართა, რომ მთელი კონცერტის განმავლობაში პირველი განყოფილება იყო სადღაც 1 საათი, აშის ხმა არ ისმოდა, სუნთქვა ისმოდა მხოლოდ და რო დამთავრდა პირველი განყოფილება, ეს ერთიანი დაგროვილი შეჯამებული ემოცია რო გამოუშვეს და ფეხების ბრახუნი დაიწყეს და რა ვიცი, ძალიან დიდი ადრენალინი იყო. ჩვენ მიგრანტები ყოველთვის ბევრი არიან ჩვენ კონცერტზე, იმიტომ რომ თუ სადმე ახლო ქალაქში გვაქვს კონცერტი, სადაც თვითონ იმყოფება ქართველი ადამიანი, ყველა ცდილობს რომ ჩამოვიდეს და აისწროს ჩვენ კონცერტს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ვეტყვი იმას, რომ ჩვენც ემიგრანტები ვართ, ძალიან დიდი წელიწადში უმეტეს დროს ვატარებთ საზღვარს გარეთ და რაღაცა კუთხით ჩვენც ემიგრანტები ვართ და გისურვებდით რომ მალე დაბრუნებულიყავით. ჩვენ გვესმის ძალიან კარგად თქვენი და ყოველთვის გაფასებთ და ჩვენ გულებში ხართ და გვახსოვთ. Felice di essere venuta, lo desideravo da tanto tempo. Spettacolo meraviglioso. Il mio desiderio sarebbe poter andare in Georgia. ემოციებით სავსე ვარ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს დღევანდელი კონცერტი, დღევანდელი სუხიშვილების ხილვა აქ მით უმეტეს ფლორენციაში, როგორც ყოფილი მოცეკვავე და ანუ პედაგოგი, ჩემთვის ძალიან სტიმული არის მათთან შეხვედრა, მათი ცეკვების ხილვა და რა ვიცი, ეს ჩვენი ქვეყნის საგანძური არის და თითოეული რა ვიცი ქართველის გულში სუფევს ახლა ჩვენი ქართული სულის კეთება და ჩვენი ადათი და Io non ho mai visto la danza georgiana, ma mi è piaciuta molto perché è molto veloce, attiva e bella. ემოციებში ვარ, იმიტომ რომ მაქვს ბედნიერება, რომ ამ კონცერტს დავესწრო, ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღეა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს ვესწრები იტალიაში, ფლორენციაში. საოცარი ემოციები დატვირთული საღამოა ნამდვილად. Una serata intensa, ricca di emozioni, che ha portato un pezzo di Georgia nel cuore dell'Italia. Il balletto Sukhishvili continua a viaggiare nel mondo, ma ovunque vada lascia lo stesso messaggio: la cultura è identità, memoria e futuro. Da Firenze è tutto. Per Hermes TV, Nina Mamukadze.